სინამდვილეში ვარდების რევოლუცია იყო მოვლენა, რომელმაც არ შემდგარი სახელმწიფოსგან ჩამოაყალიბა ნამდვილი თანამედროვე სახელმწიფოს კონტურების მქონე საქართველო. იდეაში უამრავი მიმართულებით მოხდა გარღვევა. უამრავი მიმართულებით. ეხლა ორი სიტყვით მისაუბრია შენთანაც, ხო? მარიშკას გაინტერესებთ ხოლმე ეს 90-იანი წლები, რა გამოვიარეთ და საიდან მოვედით აქამდე. სინამდვილეში საქართველო იყო, ბანდიტური რაღაცა წარმონაქმნი. ეს არ იყო სახელმწიფო. არ მუშაობდა არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, არ მუშაობდა პოლიცია, არ მუშაობდა სასამართლო, საზღვარი, გადასახადები არ იკრიფებოდა. ამას წინებზე რო ვიხსენებდით პრიმიტიულ რაღაცებს, მაგალითად, წითელ შუქნიშანზე მანქანები უბრალოდ არ ჩერდებოდნენ. ხვედი უბრალოდ არ არსებობდა. თქვენ ვერ იპოვით თითქმის ვერც ერთ ქართულ ოჯახს, რომელიც ან თვითონ არ იყო დანაყაჩაღები და განაქურდი ამ პერიოდში, ან ვინმე მისი ახლობელი. ეს იყო ჩვეულებრივი კრიმინალური რაღაც შემოფარგლული, სრულიად მოშლილი, ბანდიტური რაღაცა წარმონაქმნი. აქედან შეიქმნა ძალიან სწრაფი ტემპებით, უცებ, ძალიან ჩქარა ნამდვილი სახელმწიფოს მაგვარი საქართველო. ამიტომ იყო ძალიან მაგარი. ეგ იყო უდიდესი გარღვევა. თქვენ არ გესმით, იმიტომ რომ თქვენ არ არსებობდით მაგ დროს ბავშვებოდა. სინამდვილეში სრულიად წარმოუდგენელი იყო მაგ საქართველოში ცხოვრება, ელემენტარულად ის რომ ეხლა ვითომ ყბადაღებულია, შუქი არ იყო. უბრალოდ არ იყო. წყალი არ იყო, გაზი არ იყო, ქუჩაში საღამოს გასვლა წარმოადგენდა, რა ვიცი, ჯუნგლებში გასვლას. ადამიანებს აყაჩაღებდნენ, მანქანას ეზოში, ქუჩაში გარეთ ვერ ტოვებდნენ, იმიტომ რომ უბრალოდ მანქანას წაიყვანდნენ. ასეთი საქართველო ჩაიბარა ვარდების რევოლუციამ, რომელმაც ეს ყველაფერი ძალიან სწრაფი ტემპით შეცვალა. თუმცა ეგ არ ნიშნავს, რომ ყველას მოსწონს ეგ შედეგი და ყველა ბედნიერია ამით. ერთი მხრივ ხო ასე უნდა იყოს. ხო ასე უნდა იყოს ერთი მხრივ. მაგრამ რატომ არ არის ასე? ეხლა პოლიტიკოსები მიჩვეული არიან, რომ იტყვიან, რომ და თითქოს ეს მოცემულობა ასე უნდა ყოფილიყო. მაშინ ბუნებრივად ისმის ერთი ლოგიკური კითხვა. 90-იან წლებში ჩვენ მონღოლები შემოგვესწრდნენ, როგორ ფიქრობთ, ისინი გვაყაჩაღებდნენ, ისინი გვართმევდნენ მანქანებს, ქურთუკებს ქუჩაში, სამკაულებს ქალებს, ისინი იპარავდნენ ნივთებს. თუ ვინ იყვნენ? ჩვენ ვიყავით ეს ქართველები. არც მონღოლები შემოგვსევიან ჩინგისხანის დამადობით და არც რა ვიცი, ყივჩაღები. ჩვენ ვიყავით. საქართველოში არანორმალური კრიმინალის დონე იყო 90-იანებში. ამას ვაკეთებდით ჩვენ. ჩვენი ნათესავები იქნებოდნენ, ჩვენი მეგობრები, ჩვენი მეზობლები, ჩვენი უბნელები, ჩვენი თანაქალაქელები, თანასოფლელები, უცხო აქ არავინ არ იყო. და კრიმინალის დონით საქართველოს 90-იანი წლების, ვარდების რევოლუციამდე პერიოდში. ჯერტი არავინ არ ითვლიდა რამდენი ხდებოდა. დათვლაცას აზრი არ ჰქონდა, მაგრამ მერწმუნე ნამდვილად იყო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე. უბრალოდ ვერ იპოვით თქვენ ოჯახს დღეს საქართველოში, ვინც იმ ეპოქაში რაიმე სახის კრიმინალური ზარალი არ მეუღია. პოლიციას არ ჰქონდა ელემენტარული ხელფასი. და ნაცვლად იმისა, რომ კრიმინალებისთვის ედევნა ქუჩაში, დაძლებდა მოქალაქეებს, ქუჩაში აჩერებდა, ძარცვავდა და ამით ცხოვრობდა. ეს პოლიციელები ჩვენი საზოგადოების ნაწილი არიან დღესაც. დღესაც. ის კრიმინალები და ბანდიტებიც კი არ გამქრალან სადმე, კი არ გადასახლებულან ხალხი. აქ ცხოვრობენ ამ საზოგადოებაში დღესაც. სიტყვაზე, ვინც დედაშენი დააყაჩაღა, დაუშვათ სიტყვაზე 2002 წელს, ის ადამიანი ალბათ აქ არის სადმე. აბასაც წავიდოდა. 90% დანაშაულის იმ პერიოდში არ გახსნილა. არ გახსნილა. სახელმწიფოში ვინც მუშაობდა, მაგალითად მინისტრები რო იყვნენ, ჰქონდათ მამი როგორ გითხრა, დაახლოებით 200 ლარი ხელფასი. 200 ლარი, 200 ლარი ხელფასი, მაგრამ ცხოვრობდნენ როგორც ჩვეულებრივი მულტიმილიონერები. ასეთი სახელმწიფო ჩაიბარა ვარდების რევოლუცია და დატოვა ის, რაც გახსოვთ. რაც იცით დღეს, რასაც ხედავთ. ეს ყველაფერი მოდის ვარდების რევოლუციიდან. ამათ არაფერი არ გაუკეთებიათ საერთოდ. დიდი ალბათობით ესენი წარმოადგენენ იმ 90-იან წლებში, რაც გითხარით, ბანდიტებს, ყაჩაღებს, კორუმპირებულებს, მაგათ იდეურ შთამომავლებს. უბრალოდ ეხლა უფრო მეტად და დახვეწილად შეულობენ ფულს. ამიტომ როცა ვარდების რევოლუციაზე ვსაუბრობთ, აქ ტრაგიკული რა არის? ტრაგიკული ის არის, როგორც გითხარით, რომ სინამდვილეში საუკეთესო წლები ქართულ 200 წლის მანძილზე ნახდათ გადაჭარბების გარეშე, ვინც არ უნდა გამოხდეს.
და დამიმწყობს კიცება რაღაც რა ვიცი 1815-ში იყო უკეთესი არ ვიცი რა ბოდვა ყველაფრის შეიძლება მაგრამ სინამდვილეში ასეთი სწრაფი პროგრესი და სწორი მიმართულებით საქართველოს არ ქონია დანამდვილებით რავი ასეული წლების მანძილზე რომ ქონოდა სხვაგან იქნებოდა უკვე ამ დროს და ამას ეძახიან დღეს თანამ აი თქვენ რა გესმით ყველაზე უფრო რა გესმით მე რატომ მინდა რომ ეს აგიხსნათ გულწრფელად რა გესმით მუდმივად აი მუდმივად გესმით რომ რაღაცა უბედურება იქ 9 წელი რაღაც სააკაშვილი რაღაცა აი აბსოლუტური ტყვილი აი აბსოლუტური ტყვილი უბრალოდ არის ხოლმე მომენტები როცა ასეთ მწარე ტყილს ნუ აქვს ძალა აქვს პროპაგანდის გამო და აი ამ მუდმივი გამეორების გამო აი შენ გამიდო რომ ზუსტად მართლა არაფერი არ იცი სინამდვილეში ყურმოყვით რაღაცები გაგიგია და რაც კითხვები გაქვს არასდროს ამაზე შენთვის პასუხები არავის არ გაუწია ხო? როცა გეკნება თანაბრად პასუხებიც და კრიტიკაც და ბრალდებად შენ თვითონ გეყოფა უნარი რომ გადაწყვეტო რა იყო სინამდვილეში და როგორ იყო უბრალოდ ახლა მართლა ამოვიდა წელში ახლა ამდენი წლის განმავლობაში ასე ბოდვა მთელი წლის განმავლობაში ამიტომ ვარდების რევოლუცია იყო ყველაზე დიდი მონაპოვარი ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი შედეგებით ყველაზე წარმატებული და ახლა რო ამბობენ აი ხო იცით აი ახლა ხო გწმენიათ რომ რაღაც კომისია რო გააკეთეს და ასამართლებენ სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ესე ვთქვათ დაუკვირდით აი რამხელა უსინდისო ტყილია და რამხელა უსინდისო ტყილს როგორც ასეთი ვატარებთ თანამედროვე ხალხი რას გულისხმობენ ანუ ამბობენ რომ აი ჩვენი ისტორიის აი ამ რაღაც ეტაპზე სიტყვაზე სააკაშვილის ხელისუფლება იყო რეჟიმი როგორც ნაცისტურიო აი ესე ამბობენ და ისინი უნდა გასამართლდეს და მათ უნდა აიგზავნოთ სამუდამოდ რამე პოლიტიკური საქმიანობა და ყველა ციხეში უნდა ჩაშლეს ბავშვებო აი როცა ამას ამბობენ უნდა დაუკვირდეთ დაუფიქრდეთ ერთ რაღაცას ყველა ხელისუფლებას ყავს თავისი ლიდერი როგორც სააკაშვილი ჩვენს ხელისუფლებას როგორც ამათ ივანიშვილი მანამდე იყო შევარდნაძე რაღაც მოკლე პერიოდით გამსახურდია იყო ვინმე ეგეთი გუმბარიძე მანამდე პატიაშვილი შავანაძე და ასე შეგვიძლია ჩარკვეთ რა ვიცი კანდი ჩარკვიანი და ასე შემდეგ რომელი ერთი შეიძლება მოიყვანო ახლოს სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლებასთან რომელი ერთი თუ ზვიადის უკან ავიღებთ ცალსახად აი რამდენად ასე ვთქვათ ბევრიც არ უნდა იმუშავა საოკუპაციო რეჟიმი იყო საქართველოსიც კი არ იყო რუსების დანიშნული ხელისუფლება იყო და ოდესმე სადმე ასფალტი თუ დააგეს ეს არ ნიშნავს იმას რომ ისინი რომელიმე ქართულ ყველაზე ცუდ ქართულ ხელისუფლებასაც ჯობიან არ ნიშნავს ამას იმიტომ რომ დამყრობელის მიერ დანიშნული კომუნისტები იყვნენ მე შევანაძის პერიოდს კი აქვს ეს სამწუხაროდ ედვარდ შევანაძის შეიძლება ბევრად მეტი უნდოდა მაგრამ რაც გამოუვიდა ის იყო ის კატასტროფა ეს არ იყო სახელმწიფო ბანდიტიზმი და წეწვაგლეჩვა და დღეს გიხედავთ როგორც საზოგადოებაში ცხოვრობ და როგორ ქვეყანაში თუ ობიექტურად ვინმე შეხედავს აი გარი დამკვირვებელმა თუ კეთილსინდისიერად შეხედა აღმოაჩენს რომ ეს ხალხი ვინც დღეს ჩვენს ხელისუფლებას რეჟიმს ეძახის სინამდვილეში ამას უწოდებს იმ ხელისუფლებას რომელიც ყველას ჯობია ბოლო 200 წლის მანძილზე ცალსახად იმიტომ რომ მანამდე როგორც ითხარი დიდხანს რუსების ჯერ იმპერატორის რუსების იმპერატორის ცარის მიერ დანიშნული გუბერნატორები მართავდნენ ქვეყანას მერე კომუნისტების ხელისუფლება და ეხლა მაინც და მაინც ვინმე თუ რომ არიქა ნოე ჟორდანიას ხელისუფლება ჯობდაო დიდი ბოდიში აი ასეთ როგორც არის დაკიდრებული ტერმინი ტყილში გვაცხოვრებენ ამიტომ ცალსახად კიდევ ერთხელ შემიძლია პატიოსნად ვითხრათ რომ ეს ხელისუფლება მიშას ხელისუფლება იყო ყველაზე ეფექტური კეთილსინდისიერი საქმეზე ორიენტირებული და ყველაზე ქართული ხელისუფლება რაც კი შეიძლება ვიპოვოთ უახლოეს ისტორიაში. მაშინ კითხვას დაგისვამ. დასვი. რატო არის მაშინ ისე რომ ხალხში ბევრად უფრო დამაკნინებელია იყო ნაცი ვიდრე ქოცი მიუხედავად ყველაფრისა და შენი აზრით რა იყო ის მინუსები ნაციონალური მოძრაობის რამაც აი ამ ხელა ანტიპატია გამოიწვია საზოგადოებაში? ორი სხვადასხვა კითხვა მარიშკა. გავხოთ. გავყოთ. რომელი ჯერ? პირველი კითხვა იყო შენ. მე საერთოდ არ ვთქვი რომ დამაკნინებელია, მე ამაყება. პირადად მე ამაყება ის რომ ნაცა დაგვიქვამ თავს ნაციონალად, ვისთვის როგორ არ ვიცი, მე ამაყება. საერთოდ არ წარმომიდგენია ვინმეს საქართველოში როგორ შეიძლება ქოცობა ეამაყებოდეს, აი სუბიექტური ათმის საკითხია.
ამაყება არა, ბევრად უფრო დამაკნინებელია იყო. ხო და დამაკნინებელი ვიდრე ქოცი, მასობრივად ეგრეა. დამაკნინებელი როგორ შეიძლება იყოს თქო ამბობ, ანუ ობიექტურად ესე არ არის, ჩემთვის საამაყო. ეხლა რაც რასაც გძნობ იმასთან დაკავშირებით თუ აგიხსნა, ჩემი შეხედულებით. საერთოდ შეუძლებელია რომელიმე პარტიის მხარდამჭერი იყო, ან რომელიმე ხელისუფლების მომხრე იყო და ეს ავტომატურად ნიშნავდეს რაიმე სახით დამაკნინებლობას საზოგადოებაში. ეს თავისთავადი უბედურებაა, ჩვეულებრივი უბედურება. ამას აქვს მხოლოდ ერთადერთი ახსნა, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ცხოვრობთ მძიმე დიქტატურის პირობებში, ძალიან მძიმე დიქტატურის პირობებში, სადაც ადამიანების სხვა პოლიტიკური შეხედულება ავტომატურად ნიშნავს დამაკნინებელს. აი წარმოვიდგინე უბრალოდ ჰოლანდიაში ვიღაცა არის, ან მაგალითად სიტყვაზე მერკელის ხელისუფლება თითქმის 20 წელი იყო გერმანიაში. აი 20 წელი ვინც ოპოზიციაში იყო, ის დამაკნინებელი უნდა ყოფილიყო. ხო? აი საერთოდ ეს სიტყვა იქ მოსატანიც არ არის. ამიტომ აქ ერთადერთი ახსნა ამ მდგომარეობის არის ის, რომ ეს არის დიქტატურული პროპაგანდის შედეგი, სადაც სერიოზული ძალით ახდენენ მოწინააღმდეგების დეჰუმანიზაციას. მათთვის საკმარისი არ არის, დიქტატურული რეჟიმისთვის საკმარისი არ არის, რომ უბრალოდ ვიღაცა არის მოწინააღმდეგე. რადგან მოწინააღმდეგეა რეჟიმის, ის უნდა იყოს ყველაზე ცუდი, ყველაზე ბოროტი, ბავშვებს უნდა ჭამდეს, უნდა იყოს უსინდისო, უსამშობლო, უნამოსო და ამას აკეთებენ წლების განმავლობაში. ქართულ საზოგადოებას არ იყო ძალა, რომ ამას წინააღმდეგმოდა. არ იყო. ეს ყველაფერი ჩანდა პირველი დღეებიდან, როცა ესენი მოვიდნენ ხელისუფლებაში. რა იყო დაიღალე მით არ იყო ძალა, რომ ეს ამას წინააღმდეგმოდა და აი აქედან მომდინარეობს ეს შენი კითხვაც. წინამძღოლ შემთხვევაში უბრალოდ არ უნდა ჩდებოდეს ესეთი შეკითხვა. რადგან გაქვს ესე იგი იგრძნობა, ხო? შენი თვალით, შენი დაკვირვებით ესეთი რამე იგრძნობა, რომ ნაცობა არის დამაკნინებელი ვიდრე ქოცობა. დიქტატურის, ჩვეულებრივი დიქტატურის შედეგია. აი მაგალითად რო იყვნენ, აი ესეთი რო იყოს გადანაწილებული, ესე რო იყოს გადანაწილებული ხელისუფლებაში რო იყოს აღა მაჰმად-ხანი და ოპოზიციაში უბრალოდ ქართული გლეხობა. აი ქართული გლეხობა იქნებოდა დამამცირებელი და დამაკნინებელი. აი საშინლად რატომ უნდა იყოს განწყობილი? აი საქართველოში ყველაზე კაი ხელისუფლების მიმართ, რომელმაც კორუფცია დაამარცხა, რომელმაც კრიმინალი დაამარცხა, რომელმაც ელემენტარული გზა და შუქის უზრუნველყოფა შეძლო ქვეყანაში. მხოლოდ აი წებაა ჩამონათვალი უნივერსიტეტებში ბავშვები ვერ აბარებდნენ კორუფციის გარეშე, სამსახურში ადამიანი ვერ მოეწყობოდა თუ ფულს არ გადაიხდიდა, საშინელი კრიმინალი იყო. ამის დამთავრება როგორ შეიძლება ადამიანები ვინც ეს დაამთავრა, ის ხალხი აქციოს, როგორ თქვი, რაღაც საშინელი დამოკიდებულის ობიექტად. საყიაზრის საწინააღმდეგო მოვლენაა. საყიაზრის საწინააღმდეგო მოვლენაა. ამას ხელი შეუწყო ამ პროპაგანდას, ეხლა მე არ ვამბობ, ესე არ არის. ობიექტური მიზეზები ამის პროპაგანდის გარდა და დიქტატურის გარდა სხვა არ არსებობს. აი უბრალოდ არ არსებობს. ჩვენს 2012 წელს ხელისუფლებაში მოსულიყო ქართული პატრიოტული, მაგრამ ნაციონალებისგან სრულად განსხვავებული ძალა, სიტყვაზე სრულად სხვა ფუნდამენტურად სხვა შეხედულებების მქონე. აი ესეთი კითხვები არ დაიბადებოდა შენ როგორც თქვი. ხელისუფლებებს ადამიანები ირჩევენ და 2012-ში ეგ მოხდა. ირჩევენ რომელი უფრო მოსწონ და რომელი უფრო არ მოსწონ. აბსოლუტური ტყუილია. აი სრული ტყუილია, ვინც დღეს გეტყვის, რომ ვიღაცებმა 2012-ში რაღაცა მოიპოვეს. არა, უბრალოდ არჩევნები ჩატარდა რიგითი. მორიგი არჩევნები, რომელიც ტარდება ყველგან, მეტნაკლებად დემოკრატიასთან მიახლოებულ საზოგადოებაში და ჩვენ წავაგეთ. რაღაც რამოდენიმე პროცენტი და მოიგეს ამათმა. რამე სადმე ომის ნიშნები შეატყვე, რომ ბიძინასადმე შემოგვივარდა ლაშქრით, ცხენზე ამხედრებული და ჩვენ დაგვამარცხა თუ რა. უბრალოდ არჩევნები წავაგეთ და ეს აბსოლუტურად აღნიშნულში არა, ეხლა რა რიტორიკაც აქვს იმასთან. აი დღეს ომი აქვს გამოცხადებული საქართველოს წინააღმდეგ, ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ამათ ბოდის ვიხდი თქვენთან ბავშვებო, მაგრამ აი მაბატიეთ ამ ციტყვით თქვენს გერეცხავენ. რა ვინ და დაამარცხეს, რა რეჟიმი დაამარცხეს, ჩვენ ბიულეტინებით მივიდნენ არჩევნებში, მეტი ამოდგა მაგათი მხარდამჭერი და უბრალოდ არჩევნები მოიგეს. რატომ მოიგეს? იმიტომ რომ საზოგადოების მნიშვნელოვანმა ნაწილმა მაშინ გადაწყვიტა, რომ ისინი უკეთესები იქნებოდნენ. ეგეც ნორმალურია, ბევრი რაღაცა, აი მაგასაც შევეცდები აგიხსნა, რომ ბევრი რაღაცა, რომელიც კეთდებოდა, ის იყო თავისთავად მტკივნეული რა. ეხლა როცა ვამბობ, აი არ მინდა ესე პოლიტიკოსები გაურბიან სიმართლის თქმას. ეს სიმართლის თქმას გაურბიან. რანაირად უნდა შეინარჩუნებინა სააკაშვილის ხელისუფლება დიდხანს, აი რაც შეინარჩუნა იმაზე მეტხანს და არ წაეგო პატიოსან არჩევნებში, თუ ყველაფერს
რითაც ასეულობით ათასი ჩვენი მოქალაქე კორუფციიდან დაწყებული, რავი, ჩაწყობებით დამთავრებული, ამ ყველაფრით სარგებელს ნახულობდა. ეს სარგებელი ხო წაერთვა ამ ხალხს. აი ხო წაერთვა. და რასიზმამდე ისინი ტაჟ დაგვიკრავდნენ, ბედნიერება რა კარგია, მეკთამე რაც ვის მისცემდა ხმას ჩვენ თუ მათ. ამიტომ ეს ბუნებრივი ესეთი წყერაც იყო და ამავდროულად მარტო ესენი გაიქონდა, კაცო. უამრავი კეთილსინდისიერი ადამიანიც ფიქრობდა, რომ უკეთესი უნდა ქონოდა ცხოვრება. აი ჩვეულებრივი მოვლენაა. ესენი კარგები რაღაცა გააკეთეს, მოდი ახლა უფრო კარგს გააკეთებს ვიღაცა. აი ესეთი პრიმიტიული გადაწყვეტილებაა, ყველა არჩევნები, რამე არც ერთი არჩევნები, როგორც ასეთი ხელისუფლების მორიგი არჩევნები, არც ერთ ნორმალურ საზოგადოებაში არ წარმოადგენს რამე რევოლუციურ გამარჯვებას. და მტრის დამარცხების რაიმე საშუალებას. არჩევნებია, როცა ხან ერთი იგებს, ხან მეორე იგებს. ეხლა რომ ბოდავენ ესენი, რომ თითქოს ვიღაცაზე გაიმარჯვოს. ვინ ჩემმა ფეხებმა ვიზე გაიმარჯვა. აი თითქოს ისე გამოყავთ, რომ ჩვენ ესე რაღაცში მართლა იმ ცხენზე ამხედრებულმა ბიძინამ დაგვამარცხა. კაითოც ნახა რა. ხალხმა გადაწყვიტა, ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი მოატყუა ამ ხოსატყვილად. მოატყუა უბრალოდ არა უშავს ჩვენზე უფრო დიდი ხნის დემოკრატიული კულტურა რო აქვს და ტრადიცია ისეთ საზოგადოებაში მუშაობს პოპულიზმი, ჩანს ეგერ ყველგან, ბევრგან მუშაობს და ეს ნორმალურია დემოკრატიისთვის, ნორმალურია ყველა საზოგადოებისთვის. ბევრიც შეცდა, ეხლა თუ სააკაშვილი რაღაცას სიტყვაზე აგურს დებდა, იფიქრეს, რომ ეხლა ამას შეუძლია უფრო დიდი აგურის დადება ჩვენ კეთილდღეობისთვის. აი ეს იყო. რაც შეეხება მინუსებს. აი ძალიან თავხედურად ვიტყვი, რომ მე არ ვიცი რა მინუსებს ელაპარაკე. აი არ ვიცი. უნდა მობრძანდეს ნებისმიერი, ეხლა ძალიან რთულია. აი უნდა გადაიტანო შენის ჩათვლით ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი, ვინც მინუსებს ეძებს, გადაიტანო იქ ჩვენს ადგილზე და ჩვენს ეპოქაში და გაიკეთებინათ უკეთესად. ნებისმიერი. ამაში წოდავენ უპირველეს ყოვლისა ჩვენები, აი თქვენ საიდან აი ხო ვისაუბრია საიდან ახსოვს აი რაციონალური გონება ამბობს, რომ აი ნაცებიც ხო ამბობენ, რომ ბევრი შეცდომა იყო დაშვებული. ვინ ამბობს? ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ ამბობს მაგას? მე მაგას არ ვამბობ. მე ვამბობ მტკიცეთ მიჭერა, რომ სხვანაირად არაფერი არსად არ გამოვიდოდა. ის გზა რა ჩვენ გამოვიარეთ, იმას ვერ გამოვივლიდით, რომ ასეთი თავზე ხელაღებული, თავდადებული გზა არ გაგვევლო. რომ ვიღაცა რომ ბულყუნებს ეხლა რომ ვიღაცა რომელიღაც ნაცი დღეს რო იტყვის აი ერთი სახელი და გვარი და მისახელი ერთი აი ეგრეთ წოდებული ნაციონალის რომელიც დღეს ამბობს რომ მინუსები იყო რაღაც შეცდომები იყო და მაშინ სად იყო სად ბრძანდებოდა მაშინ შემთხვევით მე-9 ეხელონში ხო არა კარგად რომ გესმოდეთ ბავშვებო სინამდვილეში რაც ჩვენ გავაკეთეთ იყო ურთულესი გასაკეთებელი აი ძალიან რთული გასაკეთებელი ყველა უბანზე სადაც მე ვიმუშავე რა მიმართულებითაც და თქვენ გონიათ რამეში ლატარიაში მოვიგიან ვიღაცა მაჩუკა ეგ მიმართულება? არა. არც იყვნენ სხვები, ვინც ხელს მოკიდება ხალხმა. არც იყვნენ. აი რომელი იცით რომ საუბრობენ, აი დავაკონკრეტოთ სახელდაგვარებზე შემიძლია გესაუბრო. დღეს რო ამბობს რომ ვინმე, აი რომელიღაც ნაციონალი რო იტყვის რომ დღეს აქ შეცდომა იყო დაშვებული და რაღაცა უკეთესი ეკრათ, მობრძანებული იყო და გაეკეთებინა.